რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად. პირდაპირ ეთერში ვართ, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gi, MyVideo.gi, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. რას შეცვლის ტრამპი? ერთი შეხედვით ამ რიტორიკულ შეკითხვას სვამთ და ალბათ პასუხიც ყველას გვაინტერესებს. მრავალმხრივი იქნება ეს აღქმების ნაწილში, რომელიც ასეთი ტრენდულია თუ ფაქტების ნაწილში. ამერიკა გლობალურ კონტექსტში და ასევე ამერიკა ლოკალურად. ტრამპის დღის წესრიგია Deep State-ისა და ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მოლოდინი არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება ძირეული ცვლილებები და ეს მსოფლიოსაც მოახდენს დიდ გავლენას. ექსპერტი ლუკა ეხვაია შემოგვიერთდა. მოგესალმები ლუკა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, რაც უკვე ვნახეთ. ეს არის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. მანამდე საუბარი იმაზე, ვინ დაესწრებოდა, ვინ დაპატიჟა, ვინ არ დაპატიჟა, ვინ იყიდა ბილეთი, ვინ არ იყიდა, ვინ რომელ რიგში იყო, ვინ უკეთეს სელფს გადაიღებდა. პირველი გადაწყვეტილებებიც უკვე ვნახეთ და ახლა ყველას გვაინტერესებს, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ. მოკლედ, რა და როგორ მოხდება ტრამპის ეპოქაში. დასაწყისში ალბათ უნდა აღვნიშნოთ ის ამბავი, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში მოუწია ტრამპს ძალაუფლების გადაბარება. ეს არის ის გარდამტეხი გეოპოლიტიკური მომენტი, როდესაც ყველაფერი რაღაცა ცვლილებების მიჯნაზია და ზუსტად ამ დროს მოუწია ტრამპს მეორე ვადით ძალაუფლების გადაბარება. მას უწევს ფაქტობრივად იმ მთელი რიგი გეოპოლიტიკური შეცდომების გამოსწორება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი დაუშვეს სოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ეს მარტივი ამბავი არ იქნება, არც ერთ თვეში და სამ თვეში მოესწრება, ძალიან გაწელილი პროცესი იქნება და დინამიური პროცესი იქნება, მაგრამ მაინც რო გამოვყოთ ყველაზე დიდი პრობლემები, რასაც ტრამპი შეეჩეხება მეორე ვადის პირობებში, ხო? პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ახალი ორმხრივი ალიანსები, რომელიც შეიქმნა წინა 5 წლის მანძილზე. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი ალიანსია ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაახლოება უკლებრივ ყველა დონეზე. აქ იგულისხმება როგორც ტექნოლოგიური, სამხედრო, ასევე ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსები, ენერგომატარები, ყველაფერი იგულისხმება. მსგავსი სცენარი ვიხილეთ ასევე ჩვენ ირანსა და რუსეთს შორის, როდესაც მათ დადეს 20 წლიანი სტრატეგიული ხელშეკრულება, ეს მოხდა დაახლოებით 1 კვირის წინ და ამავდროულად ჩვენ ნახეთ, რომ ინდოეთი, რომელიც ტრადიციულად ლავირების პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ მაინც უფრო დასავლური ბლოკისკენ იხრებოდა, ნახეთ, რომ ესე იგი თავისი სასაზღვრო პრობლემები, რომელიც ჰქონდა ჩინეთთან, ნელ-ნელა ეს პრობლემების გადაიჭრა. შესაბამისად, ტრამპს უწევს ამ ახალ ორმხრივ ალიანსებთან გამკლავება, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან კიდევ ერთ დამატებით პრობლემას, როგორც არის ბრიქსის ალიანსი. ჩვენ ვნახეთ ასევე ბოლო დაახლოებით 5 წლის მანძილზე ერთი შეხედვით უღიმღამო ალიანსი, რომელსაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა, რომ არანაირი პერსპექტივა და პოტენციალი არ გააჩნდა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ გაიზარდა ამ ალიანსის შემადგენლობა და დღეს უკვე 10 სახელმწიფოს აერთიანებს, ხო? ეს სახელმწიფოები არის როგორც დიდი ეკონომიკები, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ასევე ამ ალიანსში შედიან უკვე ახალი წევრები, რომლებიც ბუნებრივი რესურსები ძალიან მდიდარი ქვეყნებია, ეს არის ირანი, ემირატები და ბოლოს უკვე ინდონეზიაც და ეს სახელმწიფოები შეიძლება ჩვენ ერთი შეხედვით არაფერს გვეუბნებოდეს ბევრს, მაგრამ რო დავფიქრდეთ, ახლა ინდონეზია არის სახელმწიფო, რომელიც სოფლიოში მეოთხე პოპულაცია სიდიდით, მეოთხე მოსახლეობა ყავს და ასევე ეკონომიკა, რომელიც არის სიდიდით მე-7 ეკონომიკა უკვე. ანუ ეს არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოების ალიანსი, რომელიც ახალ მოდი ვთქვათ, არა ანტიდასავლურ, არამედ ანტიჰეგემონურ ბლოკს ქმნის. ეს სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც შეიქმნება, იყოს მულტიპოლარული. ანუ არსებობდეს მრავალი ძალაუფლების ცენტრი და ყველაფერი ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესი აღარ იყოს უკვე ცალსახად დამოკიდებული ერთპოლუსიან სისტემაზე, სადაც ამერიკის ცენტრული სისტემა იარსებებს. ამის გარდა კიდევ ერთი პრობლემა რო გამოვყოთ, ეს არის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ლეგიტიმაციის კრიზისი. ჩვენ ვნახეთ გაერო ბოლო წლებში არსებული ვერცერთი კონფლიქტი ფაქტობრივად ვერ გადაჭრა და ვერ მოაგვარა. ეს არის როგორც ღაზაში მიმდინარე ომი, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი. და ევროკავშირი, რომელსაც მთელი რიგი პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა, შიდა, როგორც ეკონომიკური, ასევე დემოგრაფიული და სხვა შორის პოლიტიკური. ძალიან ღრმა ლეგიტიმაციის კრიზისია დღესდღეობით ევროკავშირში. ესეც ერთგვარი გამოწვევა იქნება
ტრამპისთვის, რომ აი ამ ორგანიზაციებს, რომელიც ერთგვარი მედიუმი იყო ამერიკისთვის, რომ თავისი ძალაუფლების პროექცია მოეხდინათ სხვადასხვა რეგიონში, ეს ამ რეგიონებს დაუბრუნდეთ ავტორიტეტი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში მიმდინარე კონფლიქტები და კონფლიქტის აი ეს კერები, ერთგვარი კერები, სადაც უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და რაღაცნაირად ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის თავი ომებს. მე შევძლებ რომ გამოვნახოს საერთო ენა. ეს დაპირებები გვახსოვს და ნუ ბუნებრივია ყველანი ველოდებით რომ გადაითმება ნაბიჯები ამ კუთხით. ნახეთ ძალიან საინტერესო თქვენი შეფასება წავიკითხე ამ კუთხით. ევროპამ დაინახა რომ ძალიან დიდი რისკი არსებობს იმისა რომ ტრამპმა თავისი ფოკუსი გადაიტანოს სხვა რეგიონზე და შესაბამისად ის რომ უკრაინაში ომი გახანგრძლივდეს ახლა უკვე ევროპის ინტერესში შედის. ამ მოცემულობაში როგორ ლაგდება პოლიტიკური სურათი რო გითხრათ და შემდეგ უკვე პოლიტიკურ აქტორებზეც რომ გადავიდეთ ვინ არიან დამკვეთები და ვინ შემსრულებლები. ანუ რა მოლოდინია იმისა რომ ეს რუკა რომელსაც აქამდე ვხედავდით ახლა შეიცვლება. ძალიან საინტერესო კითხვა. ჩვენი მოლოდინები იყო იქიდან გამომდინარე რომ დეკემბერში ტრამპმა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი რომ ნატოში რაღაცები უნდა შეცვლილიყო. პირდაპირ ახლა გამოსვლაზე არ მიდის საუბარი, მაგრამ მიდიოდა საუბარი იმაზე რომ უნდა გადაეხედათ თავდაცვის ბიუჯეტისთვის ევროპის ქვეყნებს, მაგრამ წინა დღეებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაზუსტდა და მეტი კონკრეტიკა შეიძინა. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელიც ტრამპმა გააკეთა გუშინ წინ. ტრამპი აპირებს 20,000 სამხედრო პერსონალი, ამერიკელი სამხედრო პერსონალი ევროპის კონტინენტიდან გამოიყვანოს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის ზუსტად იმ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რის გატარებასაც აპირებს ტრამპი. და რას გულისხმობთ, ხო? დღესდღეობით ევროპის კონტინენტზე დაახლოებით 100,000-მდე ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. აქედან უკვე 20% პირველივე დღეებში ხედავთ, რომ უკან გაიწვიეს. და ტრამპი პირდაპირ მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, რომ თავად დაიწყონ ფიქრი დამოუკიდებელი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე. და რის საფუძველზე? თუ აქამდე ტრამპს მოთხოვნა ჰქონდა, რომ ევროპის ქვეყნებს 2-დან 3%-მდე აიწიათ თავისი თავდაცვითი ბიუჯეტი, წინა დღეებში უკვე ძალიან მკაფიოდ მოითხოვა, რომ ეს მინიმალური უნდა იყოს 5%. ამას მოყვა რეზონანსი, ძალიან საინტერესო თავად ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენთვის ცნობილი კალასი, რომელიც დღეს უკვე განაგებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, მან დავოსის ფორუმზე გუშინ ესეთი რამე თქვა, რომ ჩვენ ვემზადებით ომის ახალ სტადიაში გადასაყვანად, ანუ მოუწოდა სახელმწიფოებს, პირდაპირ ევროპულ სახელმწიფოებს, რომ დიდი ომისთვის მოემზადონ და ამისთვის მოუწევთ მათ, ეს მისი სიტყვებია, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, თუნდაც განათლების და ჯანდაცვის ბიუჯეტის შეკვეცის ფასად. ეს ორი ნარატივი, რაც ევროპაში ახლა ბიუროკრატების მხრიდან ხდებით და ასევე ამერიკაში ვხედავთ, წინააღმდეგობა შობს, იმიტომ რომ ტრამპის თეილი, აი ეს მისი წინასაარჩევნო კამპანია დღემდე რიტორიკა ეფუძნება იმას, რომ რაღაცნაირად სხვადასხვა რეგიონში ურთულესი ამოცანა, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა მიიღწევს მშვიდობის მიღწევა. და ამ დროს ჩვენ ვხედავთ კალასისგან და ასევე სხვათა შორის ნატოს გენერალური მდივნისგან რუტესგან მოწოდებას, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს კიდევ უფრო დიდი ომისთვის. რუტემ დაოსის ფორუმზე აღიარა წამოწდინა ქონდა ძალიან საინტერესო. აქამდე ჩვენ არ გვინახავს, ყოველთვის გვაჯერებდა, რომ უკრაინა მაინც მოიგებს ომში. რაღაცა მოხდება, შეიცვლება ფრონტზე სიტუაცია და მოიგებს ომში და ყოველთვის გვაჯერებდა, რომ ფრონტზე ისეთი სავალალო მდგომარეობა არ არის. პირველად რუტემ თქვა ისეთი რომ ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით მიიწევს და საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ომის ტრაექტორია შევცვალოთ. ანუ ეს იყო ფაქტობრივად აღიარება იმისა, რომ უკრაინა რეალურად მართლაც მარცხდება ფრონტის ხაზზე. და აი ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ფრონტის ყველა მიმართულებით რო გადახედოთ, რუსეთი წინ მიიწევს, ძალიან რთული იქნება ტრამპისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუნდაც აღარაფერი ვთქვა, აი ხა გზელვადიან მშვიდობის რაღაცა შეთანხმებაზე. და რატომ ახლა რუსეთი არის ცალსახად უპირატეს მდგომარეობაში, მას აქვს მთელი რიგი ბერკეტები, მიიწევს წინ და აქვს თავისი ორი გაცხადებული ულტიმატუმი. პირველი ულტიმატუმი არის ის, რომ რუსეთი ეუბნება მთელ მსოფლიოს. უარი თქვით უკრაინის შეყვანაზე ნატოში და გამოაცხადეთ ნეიტრალურ სახელმწიფოდ და მეორე, ჩემს მიერ დაპყრობილი 4+1 ოლქი, იგულისხმება პლუს ყირიმი, რა თქმა უნდა აღიაროთ რუსეთის ტერიტორიად.
იმ შემთხვევაში თუ ტრამპი აი ამ ულტიმატუმს არ გაითვალისწინებს, სავარაუდოდ მოლაპარაკებები ჩიხში შევა. და ჩიხში შესვლის შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ამ მოლაპარაკებების პარალელურად დავუშვათ ცეცხლი შეწყდება. ფრონტზე ბრძოლა გაგრძელდება სამწუხაროდ და ადრე თუ გვიან თუ ეს ჩიხური მდგომარეობა გაიწელა, სავარაუდოდ ვიხილავთ მორიგ გაყინულ კონფლიქტს, რომელიც როგორ დამთავრდება ძალიან რთულია ამის თქმა. კი ბატონო, გადავიდეთ უშუალოდ აქტორებზე. ძალიან საინტერესო სია იყო, თქვათ, იმ ადამიანების, ვინც ისურვა ტრამპმა დასწრებოდნენ მის ინაუგურაციას და გაუგზავნა მოწვევა. მათ შორის იყო ჩინეთის სი ძინპინი და ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას ელოდებიან, მათ შორის ამ ქვეყანასთან მიმართებაში შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს მოცემულობა ერთგვარ ჩამნაცვლებელ, ასე ვთქვათ, მოცემულობად კონკრეტულ გეგმად საიმისოდ, რომ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც გონიათ, რომ ქმნიან გარკვეულ ამინს, მათ შორის პოლიტიკურს, თუნდაც აი ამ ეკონომიკური კომპონენტით, რომელიც მთავარი იარაღია ზუსტად იმიტომ, რომ ეკონომიკა ქმნის პოლიტიკას, ამ ასე ვთქვათ გეგმით გარკვეული ახალი როლური გადანაწილება მოუწიოთ ამ საჭადრაკო დაფაზე. კი, ნამდვილად საინტერესოა. ეს პერსპექტივა თქვენ რასაც გვთავაზობთ, მინდა რომ უბრალოდ გავარცო. ძალიან სწორი მიმართულება ეს დისკუსიის, იმიტომ რომ რეალურად ტრამპის ყველა დაპირება ერთ ქოლგაში ერთიანდება. და ეხლა თქვენმა კითხვა საშუალება მომცა რომ ეს ახსნა. ესე იგი, ქოლგ არის შემდეგი, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ძირითადად დაეფუძნება ჩინეთის შეკავებას. ტრამპის გუნდი ათვისნობიერებს ძალიან საღად და რეალ პოლიტიკის პრიზმიდან უყურებს მოვლენებს და ხედავს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ამერიკულ ჰეგემონიას რეალურ საფრთხეს უქმნის სამომავლოდ და უკვე შეუქმნა, მოდი ესე ვთქვათ, არის ჩინეთი. შესაბამისად, ყველა რეგიონში, უკლებლივ ყველა რეგიონში სიტუაცია იმის შესაბამისად გადალაგდება, როგორც აი ეს მოვა თანხმედრაში ამ დიდ გეგმასთან, დავარქვათ გრანდ გეგმა, ხო? ზუსტად ამის ნაწილია ისიც, რომ დავუშვათ ტრამპმა გააქტიურა თავისი პოლიტიკა ლათინურ ამერიკაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ხო? რატო დაიწყო საუბარი მექსიკაზე, რატო დაიწყო საუბარი გრენლანდიაზე, კანადაზე და პანამის არხზე? საუბარი მიდის იმაზე, რომ თუ შენი ჰეგემონიური პროექტის შენარჩუნება გინდა გლობალურად, პირველი რაც უნდა გააკეთო, ეს არის რომ შენ სამეზობლოში პოზიციები მაქსიმალურად გაიმყარო. ეს არის ნებისმიერ ჰეგემონიური პროექტის პირველი ეტაპი. შესაბამისად, ტრამპმა დაინახა, რომ ჩინური გავლენები გაზრდილია ლათინურ ამერიკაში, ასევე მექსიკაში. საინტერესო ის არის, რომ მექსიკის წარმოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ჩინურ კაპიტალზე დგას, ეს შემთხვევითი არ არის. მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციები დაუწესა და ტარიფები დაუწესა ჩინეთს პირველი ვატის დროს, ჩინეთმა მოძებნა შემოვლითი გზა. ახლა არის საუბარი Fox News-თან ინტერვიუში, რომ დონალდ ტრამპს ურჩევნია, რომ ჩინეთს ტარიფები არ დაუწესოს და მასთან შეთანხმებას მიაღწიოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ტარიფები ვაშინგტონის ხელში პეკინის წინააღმდეგ დიდ ძალას წარმოადგენს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას ჩინეთთან სამართლიანი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა შეუძლია. Fox News-თან საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას წინა საპრეზიდენტო ვადის დროს სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ახლაც იმავეს იმედოვნებს. ტრამპის მესიჯებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ ხდება, მაგრამ ერთი რასაც უნდა ველოდოთ არის ის, რომ მისი ეკონომიკური ხედვები, ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება. პირველი ვადი და მოყოლებული, რაც სხვათა შორის ერთადერთი ხაზია, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ მეტნაკლებად გააგრძელა, არის მისი ეკონომიკური ხედვა და რას გულისხმობს, რომ ამერიკაში უნდა მოხდეს რეინდუსტრიალიზაცია. ის საწარმოები, რომელიც 70-იანი წლებიდან მესამე მსოფლიოს ქვეყნებში გადაიტანა ამერიკა, უნდა მოხდეს ამ საწარმოების დაბრუნება. აი გუში როცა დაოსის ფორუმში ჩაერთო და 40 წუთიანი საუბარი, ჯერ 20 წუთიანი მონოლოგი ჰქონდა, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი, მათ ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შემდეგ რამეს, რომ ჩვენ პირდებით ყველა იმ კორპორაციას თუ ქვეყანას, რომელიც დააბანდებს კაპიტალს ამერიკაში 15%-იან cuts, შესაბამისად ვითხოვთ ერთ რამეს,
რომ ვითხოვთ იმ ამბავს, რომ ეს კაპიტალი არ წავიდეს სხვა ქვეყნებში და რაღაცნაირად მოხდეს მთლიანად აი ეს გამბნეული კაპიტალის ამერიკაში აკუმულირება. ანუ მისი მთელი ეკონომიკური ხედვა იმაზე დგას, რომ რაღაცნაირად საწარმოო პოტენციალი ამერიკის დააბრუნოს ის, რაც დაუშვათ 60-იან წლებში იყო და ეგრეთ წოდებული ეს American Dream, როდესაც იყო და ძლიერი ეკონომიკა, აი ამ მომენტში დააბრუნოს ამერიკა. მაგრამ ეს მარტივი არ იქნება, იმ დროს რეალობა გეოპოლიტიკური სხვა იყო, არ არსებობდა ისეთი ძალაუფლების ცენტრი, როგორც დღეს ჩინეთია, ჩინეთს ემოდის დღეს წარმოების დაახლოებით 95%, მაგრამ ეს პროცესი მარტივი არ იქნება. რეალური ინტერესები რა შეიძლება ამ ყველაფრის მიღმა წავიკითხოთ იმ სტრატეგიების, თქვათ, რომელიც შეიძლება დაისახოს, თქვათ, მეგობარი ახლოს უნდა ყავდეს და მტერი კიდევ უფრო ახლოს, თქვათ, თუნდაც ეს მიმართულება შეიძლება, თქვათ, იყოს და გზავნილი გრძნობოდეს, რომ მირჩევნია დავალაგო ურთიერთობა, ავაწყო რაღაცნაირად საქმიანი იყოს, ეკონომიკური სარგებელი მოიტანოს და, თქვათ, შევეცადოთ, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი. როგორ ფიქრობთ, როგორ დაალაგდება ტრამპი უკვე რუსეთთან მიმართებაში? ჩვენ ხედავთ, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ჩვენ როგორც თქვათ ქვეყანას, რომელსაც ესაზღვრება რუსეთი, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებული აქვს, გვაინტერესებს და ასევე რასაკვირველია, შემდეგ მინდა რომ გადავიდეთ უკვე იმ მოლოდინებზე, რომელიც უშუალოდ ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით არსებობს ტრამპთან მიმართება. ხო, რუსეთთან დაკავშირებით ტრამპი აშკარა ინიციატივას გამოთქვამს ყოველ ჯერზე, როცა საშუალება ეძლევა მას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს და წინააღმდეგ შემთხვევაში, მან როგორც ჩვევია ზოგადად, მუქარა გამოხატა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დააწესებს ტარიფებს, მაგრამ აქ გაუგებარია შემდეგი რამ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის არ არის სიმხელა სავაჭრო ბრუნვა, რომ დაუშვათ ამ სანქციებით და ტარიფებით გარკვეული სერიოზული კეტი შეიძინოს დამატებითი ტრამპმა მოლაპარაკების მაგიდაზე. რუსეთი მრავალგზის დასანქცირებულია უკვე, დაახლოებით 30,000-მდე სანქცია არსებობს. ბოლო 2 წელიწად ნახევარში მის წინააღმდეგ შემუშავებული და რუსეთმა მოახერხა ამ სანქციების წინააღმდეგ უკვე ადაპტაცია და სხვადასხვა ეკონომიკურ ბაზრებზე გადაწყობა, როგორც არის ინდოეთის ბაზარი, ჩინეთის ბაზარი და ასე შემდეგ. ანუ აი ეს პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი, რომელსაც ტრამპი მიმართავს, ხო, ფუნქციური ვერ იქნება და ამ ყველაფერს რუსეთში მშვენივრად ათვიცნობიერებენ. ასე რომ უკრაინის საკითხი, ესე ვთქვათ, უპირატესობა ცალსახად ამ მომენტში აქვს რუსეთს და ტრამპი ვერ გამოიყენებს დაუშვათ აი ამ მუქარის ენას, რასაც სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებს და ჭრის. ამიტომ რუსეთთან როგორ დაალაგდება სიტუაცია ძალიან რთული სათქმელია. თუ ტრამპი დათანხმდება იმ ულტიმატუმებს და გააფორმებს ხელშეკრულება, სადაც ნათქვამი იქნება, რომ უკრაინა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და აი ეს ოლქები, რაც უკვე ანექსირებულია რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, შემდეგ უკვე შეიძლება რაღაც კონსტრუქციული პროცესით დაიწყოს, მაგრამ აი ამის ერთ-ერთი კარგი სიმპტომი იყო სხვათა შორის, როგორც ტრამპმა მოიხსენია ზელენსკი გუშინ და მან თქვა, რომ ზელენსკი ანგელოზი არ არის და მისი ნაწილობრივ მისი დანაშაულია ის, რომ ეს კონფლიქტი წარმოიშვა. სიტყვა-სიტყვის ესეთი რამე თქვა, ეს აქამდე იყო აკრძალული, ტაბუდადებული თემა, ყოველთვის, ანუ უკრაინის ომის დაწყებიდან რა მოხდა? რომ არაპროვოცირებული ომის ნარატივი მთელმა დასავლურმა მედიამ აიტაცა. და რას ნიშნავს ეს, რომ წინარე ისტორია გაუქმეს და გვითხრეს, რომ ეს ომი დასავლეთის მიერ და ნატოს მიერ არ არის პროვოცირებული, ცალსახად უკრაინის დაწყებულია. სხვა კრიტიკული აზრის გამოთქვა იგზალებოდა. ეს ტაბუ გაქრა, დაანგრია და ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ კი რუსეთის დანაშაულია გარკვეული დოზით, მაგრამ აქვე უნდა დავინახოთ ის დანაშაული, რაც არის დაუშვათ ზელენსკის მხარეს და აქვე დაამატა ის, რომ ჩვენთან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა 3 თვით ყველგან დახმარება შეწყვიტა საგარეო, 2 გამონაკლისი არსებობს, ერთი ისრაელი და მეორე უკრაინა. უკრაინაში შეჩერებული არ არის 3 თვით დახმარება, უბრალოდ ესეთი პირობა, რომ სანამ ინსპექცია იმუშავებს და ის კორუფციული სქემები, რომელზეც დიდი ეჭვები არსებობს, რომ უკრაინაში არსებობს და ის დაფინანსება, რაც მიდიოდა დასავლეთიდან სათანადოდ არ იყო ათვისებული, აი ამაზე იქნება ჯერ მუშაობა და ამის შემდეგ გადაწყდება უკვე გაგრძელდება თუ არა დახმარების საკითხი. ანუ ძალიან კომპლექსური პრობლემა არის.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე მინდა გადავიდე, მოლოდინი იმისა, რომ პირველივე წუთს ტრამპი დაინტერესდებოდა ჩვენთან ურთიერთობის გადატვირთვით, თავისთავად ხვდებით, რომ არასერიოზულია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის, რომ შეიცვლება დამოკიდებულება, ნარატივი და საბოლოოდ შესაძლებელია დღეს პრემიერმაც თქვა, რომ მოლოდინი აქვს, რომ სუფთა ფურცლიდანაც შეიძლება ეს გადატვირთვა მოხდეს, მოლოდინი ამის არსებობს. თუ გავითვალისწინებთ, თქვათ, წინა ადმინისტრაციასთან ურთიერთობას 2017-2021 წლებში ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობები გქონდა, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, ხო, ავღანეთის თემა გავიხსენოთ, დალაგებული იყო, მაშინ ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ღირებულებების ნაწილშიც თანხვედრა, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება მართველი გუნდი ამბობს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული ინტერესები უპირველესია და სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს მათთან, ვისაც ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზე აქვს დაყენებული. რა შეიძლება რა მოლოდინი გაქვთ ამ კუთხით? ხო, ან სამწუხაროდ ვერ ვიზიარებ ოპტიმისტურ მოლოდინებს, რომ მთლიანად გადაიტვირთება ეს ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან შევძლებთ ახალი ურთიერთობების დაწყებას. ძალიან მარტივი მიზეზისგან გამომდინარე, რომ ამერიკაში თვისობრივად საგარეო პოლიტიკის გადატვირთვა არ მომხდარა. ანუ მიზანი ის, რომ ჩინეთის შეკავება უნდა მოხდეს და ამის გარშემო უნდა აიწყოს ყველა რეგიონში საგარეო პოლიტიკა, ეს არის უკვე ობამას ადმინისტრაციის შემდეგ, ანუ მინიმუმ 10 წელია, 10 წელზე მეტია პრინციპში, რაც ეს მიზანი უცვლელია. შესაბამისად ის რომ რაღაცა თვისობრივად გადაიხედებ, არა ტაქტიკური გადახედები ნამდვილად მოხდება უკრაინაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც, აფრიკის კონტინენტზეც, ყველა მიმართულებით სხვადასხვა ინტერესები იცვლება, მაგრამ ერთი ინტერესი არ იცვლება და უცვლელია ეს გრანდ სტრატეგია, რომ ყველაფერი გაკეთება ჩინეთის შეკავებისთვის. აქედან გამომდინარე, დავუშვათ ის რომ ვიფიქროთ, რომ ანაკლიის სპორტს არ შეიძლება პრობლემა შეიქმნას, ან დავუშვათ არ შეიძლება გამოჩნდეს ისეთი არასამთავრობოები ან სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ ჩინურ ურთიერთობებს გარკვეულ საფრთხეებს შეუქმნიან, არასწორია. ესეთი ორგანიზაციები არსებობს უკვე სხვათა შორის და იარსებებს და მუდმივად იქნება ის მცდელობა, რომ რაღაცა თვითონ მოახდინონ გავლენა ჩვენთან. რა თქმა უნდა, მეთოდები შეიცვლება. სავარაუდოდ იმ ხელოფსონი აღარ გაკეთდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, როგორც არის მედია ჩეკერები და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ წნეხი მთლიანად მოგვეხსნება და რაღაცა რეგიონში მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ჩვენ ვაწარმოოთ მრავალ ვექტორული ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკა, ამის ფუფუნება მცირე სახელმწიფოებს სამწუხაროდ არ აქვთ იმ საერთაშორისო წესრიგში, რაც არსებობს, ეს რომელიც ამერიკას ცენტრული წესრიგია, მაგრამ ჩვენი იმედი შეიძლება ამ შემთხვევაში ვიყოთ იმედი, რომელიც გარკვეულ სერიოზულ წარმოდგენებს და დაფუძნებას რაღაც დაფუძნებაზე დგას, ხო, თეორიულზე შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ დავიწყოთ უბრალოდ კი არ ველოდოთ ამერიკაში რა მოხდება, დავიწყოთ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველი ესეთი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ საგარეო პოლიტიკას არავინ არ იმუშავებს განვითარებულ ქვეყნებში ინტუიციურად და სიტუაციურად. არსებობს გარკვეული კვლევითი ორგანიზაციების think tank-ები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონზე სხვადასხვა წარმოდგენებს ქმნიან, კვლევას ქმნიან და ამის შედეგად უკვე პოლიტიკურ კლასსა და ამ ორგანიზაციებს think tank-ებს შორის ხდება კონსულტაცია. არსებობს სხვადასხვა დიალოგის ფორმატები, სადაც ჩვენ უნდა ჩავერთოთ და ამაზე რაღაცა გარკვეული ცენზურა არსებობდა. და იმედია ესეც მოიხსნება 3+3 ფორმატი. მოგწონს თუ არა ის შენ რა რეგიონშიც ხარ, ეს არის შენი მოცემულობა და მოგიწევს რომ ამ ფორმატში ადრე თუ გვიან ჩაერთო. ასევე BRICS-ის ის ალიანსი ხო, არავინ არ გთხოვს რომ შენ გაწევრიანდე და სრული გამოთქვა, მაგრამ უნდა იყო ამ დიალოგის ფორმატებში აუცილებლად ჩართული. ანუ ის რომ ჩვენ გქონდეს მოლოდინი რომ აი ხა ტრამპი მოვა და ყველაფერი გადაიტვირთება, ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ და პასიური დამკვირვებლები გავხდეთ ამ პროცესებზე. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება თუნდაც ამ ყველაფერთან მასშია სხვათა შორის განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. სხვა შემთხვევაში აი ეს დიდი ჩვენთან შიდა გადატვირთვა ვერ მოხდება. გასაგებია რომ ჩვენ გვინდა ვიღაც დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობები გადავტვირთოთ, მაგრამ ჯერ ჩვენი შიდა სიტუაციებიც უნდა გადავტვირთოთ. და ის პოლარიზაციები რაც გვაქვს და გარღვევები მთელ რიგ საკითხებში, ესენიც უნდა მოგვარდეს. ანუ ამაზე არის ძალიან ინტენსიურად სამუშაო ამ ყველაფერს. და მაინც როგორ ფიქრობთ, რატომ მიცა ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა ტრამპს? ხო, რამდენიმე მიზეზი ალბათ. პირველი
ეგრეთ წოდებული woke-ისმი რაც არსებობდა ეს კულტურული ფენომენი, რომ მთლიანად მოხდა აი ამ ნორმიდან გადახრა, რაც არსებობდა ამერიკულ კულტურაში, აი ამ ნორმისკენ დაბრუნება იყო ერთ-ერთი მთავარი იმპულსი, საღი აზრი common sense რასაც ეძახიან, აი აქ დაბრუნება იყო ერთ-ერთი მთავარი იმპულსი. აქ დაბრუნება როგორც კულტურული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, წინა ლიდერშიპი ამერიკის, ბაიდენის ადმინისტრაცია ყველა ფრონტზე იყო ძალიან სუსტი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკლებლი ყველა მიმართულებით გააჩაღა ომები, სიტუაციის ესკალაცია მოხდა და მთელი ძალიან დიდი კაპიტალი, ამერიკული კაპიტალი ბანდებოდა ზუსტად აი ამ ომებში და კონფლიქტებში. ამერიკული მოსახლეობა ამბობს ძალიან მარტივ რამეს. პირველ რიგში ჩვენ ეკონომიკა გავაძლიეროთ, საშუალო ამერიკელის ცხოვრების სტანდარტები გავაუმჯობესოთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იქნება ეს თუ განათლების სისტემა თუ მეწარმეობა, ყველაფერი გავაუმჯობესოთ. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია სხვა რეგიონებში ძალაუფლების პროექციაზე ფიქრი. ანუ ეს ტრამპის პოლიტიკა, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა და პირველი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ მთავარი მესიჯი ზუსტად ეს იყო. ამან იმუშავა ძალიან კარგად და ჩვენთანაც ნახეთ, აი ჩვენ რომ ამბობთ, რომ ჩვენც ესეთი მესიჯი გვაქვს ეროვნული ინტერესები უპირველეს ყოვლისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენერად კვეთაში ვართ მათ ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენ ეროვნული ინტერესები არის ფუნდამენტურად განსხვავებული, იმიტომ რომ მცირე სახელმწიფო ვართ და მცირე სახელმწიფოს წინაშე პირველი ამოცანა რაც ყოველთვის დგას არის გადარჩენა და მათ არ აქვთ ეს ეგზისტენციალური საფრთხეები. მათ აქვთ უბრალოდ რომ თავისი ძალაუფლება შეინარჩუნონ და განავრცონ. ეს ამიტომ აქ დიდი თანხმედრები არ არის იმის მიუხედავად რომ თითქოს გვაჩვენებენ რომ რახან ჩვენ ვიძახით რომ ქალია კაცია, ესე იგი ჩვენ ყველაფერში ერთად თანხმდებით. არ არის ამხელა თანხმედრა და მგონია ეს იდეალისტური წარმოდგენები არ უნდა შევიქმნათ, რომ აი ტრამპთან ყველაფერი დაალაგდება და მოკლედ ტრამპი ყველა რეგიონში მშვიდობას ხარს დაუჭერს და ყველაფერი კარგად იქნება. კეთილი. დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. ექსპერტი ლუკა ეხვაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობას ვუხდი მე ჩემს მსმენელს და მაყურებელს, რომელსაც დილის 8 საათიდანვე მეგობრებოდი. დღეს აქ დაგემშვიდობებით და ჩვენ თქვენ შევხვდებით უკვე ორ შაბათს. მადლობა.